ნებისმიერი წერტილიდან ხელმოწერის პროცედურა ინტერნეტით ხდება შესაძლებელი, ხვალიდან ახალი თაობის პირადობის მოწმობა კიდევ ერთ ფუნქციას შეიძენს. ციფრული ფაქსიმილია მაქსიმალურად დაცულია და ხელმოწერის მიმსგავსებას ან გაყალბებას სრულად გამორიცხავს. ვიშთეთ ფაილს, რომელიც ესაა შექმნით, გადავდივართ ხელმოწერის რეჟიმზე, ვაყენებთ სხვადასხვა პარამეტრებს და ვაწევთ ხელმოწერას. აქ უნდა ვაკეთოთ ჩვენი PIN კოდი. ხელმოწერა მზადა. Მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელის მოწერა უკვე სახლიდან გაუსროლად იქნება შესაძლებელი მოქალაქეები, რომლებიც ახალი თაობის ელექტრონული პირადობის მოწმობით სარგებლობენ, საჭირო საბუცხელს დაახლოებით 10 წუთში ელექტრონულად მოაწერენ. ციფრული ხელმოწერის სისტემა საქართველოში ხვალიდან დაინერგება ID ბარათის მფლობელ მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში ჩამოუსვლელად. ეძლევათ შესაძლებლობა მათთვის აუცილებელ დოკუმენტზე ხელის მოწერის პროცედურა ინტერნეტის საშუალებით შეასრულონ. დამატებით ფუნქციონალი შევძინეთ იმისათვის, რომ მოქალაქესა და სახელმწიფოს, მოქალაქეებს შორის, მოქალაქესა და ბიზნესს შორის აბსოლუტურად მარტივი იყოს ელექტრონული დოკუმენტების მიმოსვლა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ქაღალდი საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ და ვაკეთებთ ისეთ შესაძლებლობას, რომელიც საბოლოო ჯამში ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ახალი სერვისის დანერგვასთან ერთად შემუშავებულია დამცავი მექანიზმიც, რომელიც მოქალაქის ხელმოწერის მიმსგავსებას და გაყალბებას გამორიცხავს. ციფრული ხელმოწერის სისტემას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები უკვე იყენებენ. არც სამოქალაქო რეესტრის აგენტოს, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს პირის ნებართვის და თანხმობის გარეშე არ აქვს საშუალება მისი ელექტრონული ხელმოწერით განხორციელებულ ელექტრონული ხელმოწერის ბეშმოქცეულ დოკუმენტში და ხედვა გააკეთოს, მე დაინახოს, ჩარევა გააკეთოს. მხოლოდ ადამიანზე ამინდობილი და ამისთვის ყველა ის საუკეთესო ინსტრუმენტია გამოყენებული, რაც მსოფლიოში არსებობს. საქართველოში პირველი ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. ID ბარათს ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია აქვს. მის ჩიპზე ელექტრონული ხელმოწერაა დატანილი, რომლითაც ყველას შეიძლება ბორდის ნებისმიერ დოკუმენტს ხელი მოაწეროს და საბუთს იურიდიული ძალა მისცეს. ამ დროისთვის ახალი თაობის ელექტრონულ მოწმობას 10-ზე მეტი ფუნქცია აქვს. აღიღე ID ბარათი, რამდენიმე წუთი დამჭირდა სულ ამისთვის. გათვლილია მოხმარებლის კომფორტისათვის და როგორც გავიგე, მომავალშიც ძალიან ბევრი ფუნქცია ემატება. სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს მომსახურებით. პრომეტი არის ვიდრე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბევრი ფუნქციონალი აქვს, ბევრი გამოყენების შესაძლებლობა. დღესდღეობით 300,000-ზე მეტი არის გაცემული და ძალიან დიდი მოთხოვნა არის ბარათების მიმართ. ელექტრონული პირადობის მოწმობით უკვე 300,000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. ბარათს უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქციაც დაემატება.